მოგესალმებათ ჩემო ძვირფასო მეგობრებო. არაერთჯერ მithქვამს, რომ ჩიბუხის მოხმარება და ჩიბუხის არ ვიცი რა გვქვია ჩვენ, ხო? კოლექციონერებიც ვართ და ჩიბუხი რამოდენიმე გაგიჩნდება, მე უკვე იწყებ ამ ნივთების კოლექციონირებასაც. რა თქმა უნდა, ეხლა ეს არ უნდა გადავიდეს რაღაც უაზრო და რაღაცა ისეთი რაოდენობის ჩიბუხების შეძენაში არსად არ ეტეოდეს, არაფერში არ გჭირდებოდეს, მაგრამ რაღაცა პატარა კოლექცია მაინც იგეგეთდება და პირველ რიგში ეს იმით არის გამოწვეული, რომ მithქვამს, რომ სხვადასხვა ტიპის ჩიბუხები, სხვადასხვა გემოს იძლევა, სხვადასხვა მასალის არის და აი, როდესაც მე ერთ-ერთ როლიკში ჩიბუხების შესახებ გესაუბრებოდით, მაშინ გეუბნებოდით რა ტიპის და როგორი ჩიბუხებიც არსებობს და არსებობს აი ესეთი ჩიბუხი, რომელიც დამზადებული არის სპეციალური მასალისგან, ქვა არის, ესეთი მინერალია, რომელსაც მერშაუმი ქვია. ზოგიერთები აი ამ ზღვის ქაფსაც ეძახიან და ეს ზღვის ქაფის ჩიბუხს ეძახიან. არ ვიცი ახლა ეს ამ მინერალის წარმოშობას რაღაცა ყოფილი ზღვის ფსკერზე არის თუ რაღაც მოკლედ დეტალებს ვერ გეტყვით, რომ რაღაც შეცდომაში არ შეგიყვანოთ. მოკლედ ზოგი ზღვის ქაფის ჩიბუხს ეძახის, ზოგი კიდევ პირდაპირ აი ამ სახელწოდებით მერშაუმის ჩიბუხები მოიაზრებენ. ეს ჩიბუხები არის ეს ქვა უბრალოდ არის აი ესეთი როგორ არის იცით ძალიან რბილია. ქვა არის, მაგრამ აი როგორ გითხრათ, აი კორპის მაგვარი აი როგორ რასი ძლიერიც და მტკიცეც კორპს აქვს, აი ესეთი ანუ თავისუფლად შეიძლება მისგან გამოთალო რაიმე ფორმა მიცე და უნიკალური რით არის ახლა უნიკალური არის იმით რომ ერთი არ მოიპოვება თითქმის არსად ორი ქვეყნის გარდა თურქეთში არის მხოლოდ მერშაუმის საბადო და აფრიკაში ზუსტად არ ვიცი რომელ ადგილას თუმცა ამბერო ახლა აფრიკის ის საბადო ფაქტობრივად ამოიწურა იქ მარაგი და იხურებოდა მხოლოდ თურქეთში არის დარჩენილი ან თურქეთში ნაწარმოები ჩიბუხი უნდა შეიძინოთ ან თურმე ვიღაცები შეიძენენ ამ ჩიბუხს არ ვიცი მექსიკაშიც ამერიკაშიც არიან წარმოებლები რომელსაც მიაქვთ ეს თურქეთიდან და შემდეგ აწარმოებენ თურქული ნაწარმი ჩიბუხები იმით არის საინტერესო რომ თურქები აძლევენ რაღაც აი აზიურ და თურქეთისთვის დამახასიათებელ რაღაც ორნამენტებს ხშირად არის ადამიანის სახის გამომეტყველება აი რაღაცა სულთანის ან აი ესეთი ადამიანების და ну რაღაც ატმოსფერულია და კოლექციაში შეიძლება რო გქონდეს საინტერესო იქნებოდა. ამიტომ მეც გადავწყვიტე რომ მქონოდა. ხო, კიდე რა არის ყველაზე მთავარი არ დამავიწყდეს რომ თვითონ ეს მასალა არის აი როგორც ბრიარი არის, ხო? ხის ბრიარი თავად იწოვს და შეიწოვს აი ყველა მინარევებს რაღაცებს და ამით არის ხო ბრიარი კარგი. აი ეს მერშაუმიც აი ამით არის კარგი. ის მას აქვს ფილტრის ფუნქციები და სხვადასხვა მერშაუმი ძალიან აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა მაღალი ხარისხის ფილტრების წარმოებაში. და აი ესეთი მასალა არის, აი მოწევის დროს ყველა მინარევს, ყველა ზეთებს, ეთერზეთებსაც წარმოიშვება წვის დროს. ყველა ამ პროდუქტს ის თავად შეიწოვს და უკვე მერშაუმის ჩიბუხს მაგალითად უფილტროთ მოიხმარენ, იმიტომ რომ ამბობენ თვითონ ეს ჯამი მთლიანად არის ფილტრი. ამიტომ მერშაუმის ჩიბუხში მოწეული თამბაქო ამბობენ რომ ყველაზე ნატურალურად გადმოცემს თავის გემოსო. მინუსი უბრალოდ ის აქვს ღირს ძვირი და თავისი სიმცირის გამო და ადვილად შეიძლება გაგიტყდეთ თუ მოსაფრთხილებელი არის სხვა ჩიბუხები მიგივე ბრიარის ჩიბუხიც მოსაფრთხილებელია არ უნდა დაგივარდეთ მაღალი სიმაღლიდან ცხელი როდესაც არის არ უნდა დააზიანოთ გახსნით რაღაც მექანიკური შეხებებით აი ეს მერშაუმის ჩიბუხი კიდევ ამაზე უფრო სათუთია და ალბათობა არის რომ ადვილად გაგიტყდეთ უბრალოდ არ შეგაწყინოთ თავი გამოვიწერე ასეთ ჩიბუხი გამოვიწერეთ ცოტა მცირე ზომის იმიტომ რომ არ ვიცი მომეწონება არ მომეწონება როგორია ძალიან ძვირი ღირს და ამიტომ ჯერ ვარ დავხარჯო დიდი თანხა მეთქი ესეთი საშუალო კატეგორიის ფასის გამოვიწერე აქედან გამომდინარე ზომითაც არის მცირე ნახავ გავტესტავ შევხედავ როგორი არის და მოგახსენებთ ეხლა ჩავმოვიდა და ცოტა შემეშინდა გითხარით რომ აი ესეთი შეფუთვები არ მიყვარს აი ნახე რომ არ არის ყარა შეფუთვაში და რადგანაც აი ესეთი ნათუთია არ იყოს დაზიანებული და გატეხილი. ეხლა გავხსნი თქვენთან ერთად
იმედი მაქვს, რომ არ იქნება. Postიდან სანამ მოვიტანდი, ძლივს გაუძელით სტუნებას არ გამეხსნა გზაში და არ ვენახა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ არა. თქვენთან ერთად ნახო, unboxing-იც რომ რეალური გამომივიდეს. ეს უკვე მწარმოებლის და თქვენი არის, რომ მოწარმოებია თურქეთში და ორივე სიტყვით მოთხრობილია იმ მერშაუმის შესახებ, რაც უკვე მოგიყევით. კი ბატონო, გადავრჩით. არაფერი დაზიანებული არ აქვს. ეხლა პირველად მაქვს მერშაუმის ჩიბუხი ხელში პირველად მიჭირავს, აი გასაოცარი სირბილე აქვს, აი რომ მიჭირავს ხელში მგონია, რომ რაღაც სილიკონის თუ რეზინის ნაწარმი მაქვს, აი. პატარა ჩამოციცქნილი მაინც არის. არა უშავს. აი ხა ფრჩხილითაც შევეხედა. ხო, აი საკმაოდ რბილია. ხო, აი ნახეთ, აი რაღაც პატარა მცირეოდენი დეფექტივით აქვს, მაგრამ რომელიც მე მგონი არც კი გამოჩნდება. ხო, აი როგორ არის რაღაც აი ეს ორნამენტი ძალიან უყვართ თურქ მწარმოებლებს, აი რაღაც არწივის კლანჭებში არის ჯამი მოქცეული. არ ვიცი, ხა ეს აკრილი არის, არ არის. ეს არ მგონია იყოს აკრილი. და რაღაც პლასმასის თუ სილიკონის. კი ბატონო. ნახოთ. Made in Turkey. თურქეთში რო არის წარმოებული. ხო, აი ასეთი ჩიბუხი არის. გავსინჯო, გავტესტავ, მოვწევ. გეტყვით როგორია. ყოველ შემთხვევაში ლამაზია და კოლექციაში იქნება. ხო, თან კიდევ ერთი თვისება, აი თავიდან ესეთი თეთრი არის. და შემდეგ, როდესაც ვიწყებთ მის გამოყენებას და ვეწევით, აი ის რო იწოვს ამ სხვადასხვა მინერალებს, აი ნელა შეიცვლის ფერს, გახდება ღია, აი მოყვითალო რაღაც, აი სილის ფერს უფრო რო ეძახიან, სენდ, ხო? გაყვითლდება და აი ესე გამუქდება. თანდათან. და ჩიბუხის მწველებში ანუ ეს რაც უფრო მუქია და უკვე თიხის ფერს მიიღებს, გამოუწვავი თიხის ფერს მიიღებს, უკვე აი ეს ითვლება უკვე თურმე ძალიან მაგარი და ამომერო სიმტკიცესაც მიიღებს, აი სირბილეც მე ნელა ქრებაო. აი ეს ძალიან ლამაზი ჩიბუხია. ყველას უნდა გქონდეთ. თუ ძალიან მომეწონა, მე გამოვიწერ დიც და უფრო დიც, იმიტომ რომ დიც ეხლა რას გულისხმობ მე, ჯამი რო პატარა არის, რა ვიცი, ბევრიც ამბობს და წერს, მაგრამ მეც მithქვამს, რომ პატარა ჯამში აი ესე გემრიელად ვერ იწვის და პატარა ჯამი ვერ გადმოცემს თამბაქოს გემოს. ნახოთ. შეიძლება არა ვარ სწორი. თუმცა აი სხვადასხვა თამბაქოების სატესტოდ ფაქტია, რომ ეს არანაირ გემოს და არანაირ იმას არ მიცემს, ხო? ყველაზე ნეიტრალური არის ამობენ, რომ მერშაუმში მოწეული თამბაქოები, იმიტომ რომ აი ჩიბუხში ჩვენ რომელშიც ხმარობთ ფილტრებს, ხო? რომ ფილტრები ჩვენ ჯანმრთელობისთვის საკმაოდ უკეთესია და რაღაც ზედმეტი მინარევი არ ხდება ორგანიზმში, მაგრამ ბევრი მწველი ამბობს, რომ ყველა ფილტრი აუცილებლად უცვლის გემოს, ან ნახშირის ფილტრი თავისებურად უცვლის გემოს. ეს მერშაუმის ფილტრებიც არსებობს, აი ესენი თავისებურად უცვლის გემოს, მე რომ უფრო ძალიან ნეიტრალურია ჩემი საყვარელი, აი ეს ბალსას ფილტრები რო არის ხის ისიც კი უცვლის გემოს, ანუ აღდია აბსოლუტურად ნამდვილი გემო, მხოლოდ უფილტროთ მოდისო და აი ნახოთ როგორი იქნება. წინასწარ რომ არ დავასპოილერო, თუმცა დასპოილერებას არ გამოვა, იმიტომ რომ მე არ მქონია და ჩემთვის პირველი არის ეს მერშაუმის ჩიბუხი. აი დავთვალიეროთ კიდევ ერჯერ. აი ძალიან ლამაზი აი ფაქტიურად აი პატარა შედევრი გაქვთ რა.
რასაც ძალიან უნდა მოუფრთხილდეთ. რაღაც ამას სპეციალური თავისი ისეთი ყარით ჩასადები უნდა მოუფიქრო, ეს ჩვეულებრივ შალითაში საშიში იქნება. თუმცა თურქეთში არის და თურქეთში რო ვიქნები შევიძინო, თურქები თავად ამზადებენ სხვადასხვა ფორმის ეს მყარ ამის შესანახებს აი ესე ტყავით და ფარჩით და იმით გაწყობილი ძალიან აზიურია, მაგრამ ამას ძალიან აზიურიც მოუხდება. მოკლედ გავსინჯოთ ჩვენი ეს ჩიბუხი ახალი მერშაუმის და გავსინჯოთ ის ადმირალ ნელსონით სატლიფისგან ასაწონი, რომელიც ვიწერეთ, რომელიც არის ბრიტანული ნაზავი, რომელიც ძალიან ახლოს არის ეგრეთ წოდებული My Mixture არის ყოფილი დანხილის და ეხლა პეტერსონის საუცხოო თამბაქოა. მოგეთ ნახოთ აბა. ესე 5-10 წუთის განმავლობაში გავაჩერებ, იმიტომ რომ კარგად გამოშრეს და ჩანგბადიც მიიღოს ნაზავმა. ნახოთ აბა. ეხლა რა მინდა თქვა? ეხლა პირველივე მოკიდებაზე და პირველ მოკაჩვაზე შეიძლება რაიმე საგზნობს ჯერ ვერაფერს ვერ იტყვი სხვასთან შედარებით, მაგრამ ერთი მინდა ვთქვა, რომ ეს უფილტროთ ჩიბუხის მწველისთვის უფილტროდ უფრო სასიამოვნოა ეს მოკაჩვაც და არ ვიცი ხე ეს თამბაქო მოწეული მაქვს ხო უკვე სხვა ჩიბუხებში მოწიე თითქოს არ ვიცი ხა ნახავ და კიდევ უფრო გეტყვით აი მეჩვენება თუ რაღაც უფრო ისეთი ნატურალური გემოები აქვს. ნახოთ. იცით მინდა შეგიყვანოთ შეცდომაში და ეხლა უკვირდები ხო არ მეჩვენება მეთქი თითქოს, მაგრამ აი ის რომ ეს ჩიბუხი ნეიტრალურია და აი თამბაქოს გემოს თითქმის არ უცვლის გემოს სუფთა თამბაქოსაც გადმოგცემთ აი ამას თითქოს ვამჩნე ვიცით იმიტომ რომ გითხარით რომ სხვადასხვა ჩიბუხში აი რაღაც ჩიბუხში სხვაგვარი იყო რაღაც ჩიბუხში სხვაგვარი იყო და აი ჩიბუხების რაღაცა დაყვებოდა ხო ნაცნობი არის ჩემთვის ეს ჩიბუხები აი აქ რაღაცნაირად აი არაფრის გემო არ დაყვება თითქოს აი რაღაც ნიუანსები და აი სუფთა თამბაქო იწვის. კი არა, ყველა შემთხვევაში ღირს და ეთქვა მე ასე პირველი დასკვრინანაც ვერ გავაკეთებ. დასკვნას უბრალოდ პირველი მოწვევებისგანაც ეთქობა რაღაც დრო უნდა გავიდეს და რაღაც გამოცდილება უნდა მივიღო ამ ჩიბუხის მოწევის და შემდეგ მომწეს, მაგრამ უდაოდ ჩიბუხის მოყვარულს უნდა გქონდეს. კი, აი ჩემს მაგალითად საყვარელ ბინგს ფეივორიტში რო ვეწევი, რაღაცა იმ ჩიბუხს თავისი დაყვება
ეს კარგია, განაცუდია და მიყვარს მე იმ ჭიბუხს რაც აქვს გემოები. ხო რაღაც ჭიბუხის თითქოს არ მომწონს, მithkoms აი მოლინამ რაღაც ხო თითქოს შეკითხვები მაქვს მოლინასთან. ძალიან კარგია ჩემი ლორენზეტი, მაგრამ აი ეს აი ზუსტად გადმოცემს ამას, ნეიტრალურია რა, აი რომელი უფრო კარგია, ვერ გეტყვით. შეიძლება ის არის კარგი თქვენი საყვარელი ჭიბუხებს, რომ ეს თავისი ჭიბუხს თავისი ხასიათი და თავისი გემო რო აქვს. რა თქმა უნდა, აუცილებელი და კარგია. მაგრამ აი ესეთი ჭიბუხიც უნდა გქონდეთ და აი ესეთი ჭიბუხი კიდე თავისებურად ხო აი როგორ ხასიათზეც იქნებით. როგორი თამბაქოს მოწევის ხასიათზეც იქნებით. შეიძლება ეს რაღაც ახალი გამოწვევა და ცოტა ხანში მოგწყინდეს და აღარ გინდოდეთ ამ მეც თქვა რომ ხო გავერთე და ეყოფა, მაგრამ ნუ ეს მეერე მაშინ შევხედოთ. ჯერჯერობით ძალიან დადებითი ემოციები თორ. ერთადერთი რაც მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ აი ძალიან კარგ ბოლს იძლევა. რა თქმა უნდა, თამბაქოც შეიძლება, მაგრამ აი ეს ჭიბუხიც იძლევა ძალიან კარგ ბოლს. კრილია და ხო, მომეწონა, მოკლედ მომეწონა ბრიტანული თამბაქოს ნაზავი აი ამ ჭიბუხში რა. აუცილებლად მომიწევს, მე მგონი აი ამ ჭიბუხის სრულფასოვანი ვერსიის შეძენა. სავარაუდოდ ეს არის სატესტო, ასე გამოდის. ეს მცირე. აი ხო არის მაგალითად აი კომპიუტერულ თამაშებს ვინც თამაშობთ, ხო არის აი რაღაცა სატესტო ნაწილი და შემდეგ თუ მოგეწონება მთლიან ვერსიას შეიძენთ. აი ზუსტად ასეთია მე მგონი ეს დიდი ჯამით და რაიმე ძალიან საინტერესო ორნამენტით, რაიმე ან თურქული სულთანის ან რაღაცის კარგი იქნება მგონი. და აი რისი თქმა მინდა თითქოს არ იგრძნობა რომ უფილტროთ ეწევი. ანუ რაღაც ზეთები აი ენამდე არ მოდის. როდესაც სხვა ჭიბუხში მოვწიე ფილტრის გარეშე. ხო იქ უფრო იგრძნობოდა. ეს ეთქვა უკვე ჯამში ტოვებს ყველაფერ ამას და შემდეგ უკვე გრილი ბოლი მოაქვს. არა, ძალიან კარგია რა. ძალიან კარგია. ერთადერთი რაც არის მინუსი, რომ აი მცირე ზომის რო შევიძინე და ეს რაღაც უფრო სუვენირულს უფრო გავს და ხო ცოტა დიდი ჯამი უკეთესი იქნება. ძალიან მომეწონა რა. ყველას გირჩევთ, აუცილებლად შეიძინეთ. მithkoms რომ ჭიბუხის მოწევა გარკვეული თავგადასავალია და იმ თავგადასავალში კარგი ერთ საინტერესო ფურცელს დაგიმატებთ მე შამომის ჭიბუხი. თან კარგი ის არის აი აზარტიც აი როდის გაყვითლდება, როგორ გაყვითლდება, არ ვიცი, ხა მეჩვენება თუ თითქოს შემამჩნიე რომ აი ისეთი თეთრი აღარ არის როგორიც იყო. ნეტა ესე ერთი მოწევის შემთხვევაში მოხდებოდა საინტერესოა, აბა ვნახოთ მეორე მესამე მოწევის დროს როგორი იქნება. უდაოდ კარგია. აი ცოტა გაღვივების პრობლემა რო გქონდა
ჩემი ბრალი იყო, აი ცოტა ეთყობა ზედმეტად დავპრესე თამბაქო, ეხა ცოტა გავაფხვიერე და იქ სუსვაგვარად დაიწყო. დაწვა, აი ამიტომ მასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. ანუ ჯამიც რო პატარა იყო, მე როგორც ვარ მიჩვეული იმ დონეზე რო დავპრესე, ხო, აი ეს ეთყობა ცოტა ზედმეტი იყო ამისთვის. საუცხოო. მოკლედ, ცალსახად გირჩევთ ყველას, აუცილებლად შეიძინეთ აი ამ მასალის ჩიბუხი, რაიმე ორიგინალური დიზაინის. მომავალ შეხვედრამდე.